არსებულ ვითარებაში დიალოგს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ეწინააღმდეგება სალომე ზურაბიშვილი მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მოქალაქეების კითხვებზე პასუხად ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ თავად თქვა საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე უარი, მასთან თანამშრომლობაზე უარი, რეპრესიული კანონებით, მათი დაკავებებით, მათზე ძალადობით. ზურაბიშვილი ამბობს, რომ არც ერთი ამ მიმართულებით ქართულ ოცნებას უკან არ დაუხევია, მას საზოგადოებისთვის ბოდიში არ მოუხდია და შესაბამისად თუ კი მას სურს, რომ ეს ურთიერთობა საზოგადოებასთან გამოასწოროს, ეს პრობლემები უნდა გამოასწოროს. სხვა მხრივ ის არ ეთანხმება, რომ ახლა ამ ვითარებაში ცვლილებების გარეშე დიალოგი უნდა გაიმართოს ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის. ამბობს, რომ ეს გზავნილი, რომელიც აქვს სახელისუფლებო პარტიას, არის საზოგადოების დაცინვა და გარდა ამისა კიდევ ერთ მიზანს ატარებს, რომ ოპოზიციაში გაჩნდეს სხვადასხვა აზრი და გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება, რომლის ავტორიც თავიდანვე იყო სახელისუფლებო გუნდი. შესაბამისად, თუ კი არაფერი შეიძლება, თუ კი ქართული ოცნება არ შეასრულებს პირობებს, რომელიც ამ დიდი ხანია უკვე აქვს საპროტესტო საზოგადოებას, ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოების დაცინვა იქნება, თუ კი ასეთი საჯარო დისკუსია ამ ვითარებაში გაიმართება. ძალიან უცნაური არის მათი დღევანდელი გზავნილები, ძალიან ძნელი დასაჯერებელი, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ წარმოვიდგინო, რომ რამე გულწრფელი დიალოგი დაიწყოს იმ დროს, როცა სინდისის პატიმრები ყველანი ციხეში არიან, არავინ არაფერზე არ დაიხია უკან, არ მოიხადა ძალაუფლებამ ბოდიში იმაზე, თუ რა ძალადობა ჩაიდინა, როცა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიების ლიდერები არიან ციხეში, ან უპირებენ რომ დააბრუნონ ციხეში, როცა აპირებენ რომ აკრძალონ პარტიები, ამ ფონზე დიალოგზე საუბარი არის ალბათ საზოგადოების კიდევ ერთი დაცინვა. ერთის მხრივ უაზრო მცდელობა ქართული ოცნების, მეორე ნათელი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციაში შექმნან რაღაცა სხვადასხვა მოსაზრებები, ვიღაცა გამოვიდეს და თქვას, რომ მე წავალ, მეორე თქვას, რომ მე არ წავალ და ამაზე ატყდეს კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი. ამიტომ დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი, გამოუშვან სინდისის პატიმრები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, დაიწყონ ნამდვილი ახალი საზოგადოებასთან და არა ოპოზიციასთან, საზოგადოებასთან სხვა ურთიერთობა არა ძალადობრივი და არა მუქარით და არა კანონების მიღებით, რომელიც არავისთან არ არის განხილული წინასწარ. ეს ყველაფერი არის ჯერ შესაძლებელი იმისთვის, რომ ვინმე დაიჯეროს იმისი, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან რამე ტიპის დიალოგი თუ დებატი თუ რაც იქნება. ოპოზიციასთან დიალოგის განახლების თუ დებატების განახლების იდეას ეწინააღმდეგება ელენე ხოშტარია. ის ციხიდან გამოეხმაურა ამ ინიციატივას, რაც რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა ქართულმა ოცნებამ და ის წერილში, მისი სახელით გავრცელებულ წერილში ხოშტარია წერს, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმაციის არაღიარება, მათი იზოლაციაში მოქცევა არის ერთადერთი და ერთი მთავარი, რაც აერთიანებს საპროტესტო საზოგადოებას და ამიტომ ეს უნდა გაგრძელდეს, ამის გარღვევა უნდა ქართულ ოცნებას დებატების განახლების იდეით, რასაც საპროტესტო საზოგადოება არ უნდა დათანხმდეს. ხოშტარია ამბობს, რომ ერთადერთი რაზეც ახლა ოპოზიცია უნდა ესაუბრებოდეს ქართულ ოცნებას, ეს ახალი საპარლამენტო არჩევნებია. ერთადერთი საკითხი, რაზეც ოცნებასთან შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ყველა სხვა შემთხვევაში, ყველაზე კეთილშობილურშიც კი ეს იქნება მათი პოლიტიკურ მეტნაკლებად ნორმალურ მხარედ აღიარება. არაღიარების ხაზი ჩვენი ოპოზიციის გასავლებია და არა პროპაგანდისტი თაღლითების. თუ დებატი რუსებთან თუნდაც ყველაზე მინიმალურის მომტანია, მაშინ გაუგებარია პარლამენტში რატომ არ შევედით ბოლომდე? არა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რასაც ვისმენთ ამ დღების განმავლობაში, ცალსახა წინააღმდეგობა ოპოზიციაში არ არსებობს, თუმცა ყველას აქვს საკუთარი პირობა და ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე დებატებისთვის ოპოზიციურ პარტიებში თანხმობა არ გაუკეთებიათ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინიც ასევე ფიქრობენ, რომ ამ პირობებში, როცა პატიმრები არიან ციხეში და ხელისუფლება ძალადობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, ბუნებრივია ნორმალურ პირობებში დებატები ვერ გაიმართება და უმეტესად ასეთი აზრი გვესმის.
თუმცა არის ასევე უპირობო თანხმობებიც, მაგალითად გიორგი გახარიას პარტიას მიაჩნია, რომ ეს მათთვის შესაძლებლობაა ესაუბრონ ასევე ქართული ოცნების ამომრჩეველს და შესაბამისად ისინი არიან თანახმა. პირადად კობახიძეს შემოუთვალა დებატებზე თანხმობა ზურა ჯაფარიძემ, თუმცა საპასუხო გზავნილი კობახიძის მხრიდან არ ყოფილა. როდის გაიმართება დებატები ან ვის შორის ეს ჯერჯერობით არის უცნობი, ისევე როგორც ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა თემაზე უნდა ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას დებატები, რის გამოც მათ ეს იდეა გაახმოვანეს.